ვინც სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში მონაწილეობდა, ან იმიგრაციაში წავიდა საქართველოსთან, ან ვინც დარჩა, თანდათანობით დააშინეს და 30-იანი და 20-იანი და 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა. გამოხშირეს. ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების და დარჩა საზოგადოებაში ადამიანები, რომლებიც ვინც ამ სტალინურ რეპრესიებს, ლენინურს და სტალინურს გადაურჩნენ, ან ჩამოყალიბდნენ კონფორმისტებად, იმიტომ რომ ანუ შიში იყო ძალიან დიდი საზოგადოებაში, რადგანაც ერთი პარტია დარჩა, ანუ არანაირი თავისუფალი, ასე ვთქვათ, სივრცე აღარ დარჩა ადამიანებს სამოქმედოდ, სივრცე აღარ იყო. იყო ერთი პარტია და რასაც პარტია იტყოდა ვერტიკალზე, პარტიის ლიდერი, ის უნდა განხორციელებული იყო ბოლომდე. დანარჩენ ყველაფერი იდევნებოდა. არჩევნები იყო ფარსი თავიდან ბოლომდე, იყო ყოველთვის ერთი კანდიდატი, პარალელი. ერთი კანდიდატი, არავითარი სხვა მეტი არჩევანი ადამიანს არ ჰქონდა. მართალი ეკლესიის ავტოკეფალე აღდგა, მაგრამ ამ დროს ეკლესიაც ფაქტობრივად ესე იგი საბჭოთა ბოლო ასე ვთქვათ თავისუფალი თუ ასე ვთქვათ შეიძლება ასე უწოდოთ პატრიარქი იყო, ბასტიონი იყო ამბროს ხელა და ამის შემდეგ უკვე ეკლესია იქცა საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ ხელისუფლების სისტემის დანამატად, მოდი ესე ვთქვათ, რომელსაც აკონტროლებდა ხელისუფლება. საბჭოთა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის ოფიციალურად მოგეხსენება ათეისტური საზოგადოება იყო და მით უმეტეს კონტროლდებოდა ესა და რელიგიური მიმართულება პრინციპში იდევნებოდა და რეალურად ყალიბდება აი ამ დროს სწორედ და რაც თავარია, ჩაიკეტა სივრცე. აი ის სივრცე, რომელიც მეფის რუსეთსაც არ ჩაუკეტავს. რომელიც ღია იყო დაუშვათ იმ კუთხით, რომ შეგეძლო გასულიყავი, გამოსული 30-იანებიდან, როდესაც მომძლავრდა შედარებით ხელისუფლება და შიგნით ყველანაირი ოპოზიციური, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური კუთხითაც გლეხები, რომლებიც ერთგვარ ფერმერებად იქცნენ და რაღაცას დოვლათი შექმნეს საკუთარი კერძო საკუთრება, დიახ, აი რომელმაც შექმნეს იგივე ბატონყმობის გაუქმების შემდეგ რაღაცა თავისი წვალებით. თავიდან ხელშეწყობაც თითქოს ნეპის წყალობით იყო. მაგრამ სტალინმა გამოაცხადა, რომ ესენი აბსოლუტურად არ შემიძლია, რომ კერძო საკუთრება არ უნდა იყოს არც სოფლად, იმიტომ რომ ეს არ იყო დასაყრდენი მისთვის და ეს მისთვის ხიფათის მომტანი იყო მის ხელისუფლებისთვის. 20-იანი წლების ბოლოდან ესენი გამოცხადნენ მავნებლებლად, რომელსაც უნდა შებრძოლებოდით და კერძო საკუთრება სრულად აქ და ნაციონალიზაცია მოახდინა საწარმოების, სოფლის მეურნეობის და ვინც ამას შეეწინააღმდეგა, ისინი ან გადაასახლეს, ან დახვრიტეს. ესე იგი მზრახველი ადამიანი, რომელსაც შეეძლო უფრო მეტი მოენდომებინა და ებრძოლა ამისთვის, ასეთი ადამიანებს გამოხშირვა მიდიოდა. ანუ ინიციატივიანი ადამიანები ჩაკლეს მთლიანად. საშიშად გამოცხადა. ესე იგი, სად დარჩა ბჟუტავი დამოუკიდებლობისთვის ბჟუტავი ისა ასე ვთქვათ ცეცხლივით პატარა ნაპერწკლები ემიგრაციაში. აი გზეიმობდნენ 26 მაისს, ეს არ დავიწყოთ ჩვენი ემიგრანტები, მაგრამ მათი იქ ქმედებები აქ აღარ აღწევდა. ეს იყო ჩაკეტილი სივრცე, რომლიდანაც გასვლა პრაქტიკულად ფიზიკური გასვლაც კი 30-იანი წლებიდან იყო უძარმაზარ ვინ გავიშელება გასულიყო აი სპორტსმენი რომელიც სადღაც ატარებდა იმას მაგრამ იქ ერთ სპორტსმენზე მოდიოდა 10 უშიშროების თანამშრომელი ხელოვნების მუშაკი რომელიც ისევ საბჭოთა კავშირის თავისი პროპაგანდისთვის ჭირდება რომ აი ასეთი და იგივე საქართველოსთან თუ საბჭოთა კავშირიდან და რაღაცა ტურისტული ჯგუფები რომელიც გადიოდა და რომელსაც დაუშვათ კიდევ ერთ ჯგუფს ამის 10 უშიშროების თანამშრომელი რამე სისულერი არ გაიქცა დანარჩენი ჩაიკეტა ესა და აქედან გამომდინარე თანდათანობით აი ამ ჩაკეტილ სივრცეში დაიწყო ჩამოყალიბება ფორმირება საბჭოთა ადამიანის ტიპმა სადაც ესე იგი საკუთარი აზრის ქონა ითვლებოდა დანაშაულად იმ დროს საბჭოთა კავშირის პერიოდში 22 წლიდან 91 წლამდე სადაც სანამ არსებობდა საკუთარი აზრი კარგტონად არ ითვლებოდა ანუ როდესაც იყავი ინდივიდი განსხვავებული აზრის მქონე და შეეკამათებოდი და ეს ჩვენ თავზეც ვიწვნე ჩვენ საბჭოთა პროდუქტები მე პირადად მაგალითად სკოლაში არაერთხელ მქონდა პრობლემა როდესაც რაღაცაზე აზრი რომ ამის გამო დამტუქსეს იმიტომ რომ ეს არ უნდა ყოფილიყო შენ ესე იგი ტოტალური იყო ესე იგი დაკვეთა იყო რომ ადამიანი უნდა ყოფილიყო საერთო მასაში გარეული და საკუთარი ინდივიდუალური არ უნდა ქონოდა შიში მოსმენების შიში ანუ სოციუმი ერთმანეთთან
არ იყო, ასე ვთქვათ, თანაგრძნობის კუთხით, ემპათიით დაკავშირებული. შიში იყო იმისი, რომ ვიღაცა რაღაცას სადღაც დაგასმე. ანუ სამოქალაქო საზოგადოებას ხომ ჭირდება სწორედ ის, რომ თანაგრძნობის მომენტი ერთმანეთთან სოლიდარობა. აი ეს მომენტი არის. ეს თანამედროვე რუსეთი დიახ, ესე ცხოვრობდა ის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა. იმ ძველი, მაგრამ ეს განსაკუთრებული ფენომენია, ამას სწავლობს მთელი მეცნიერებები, სოვეტოლოგია რა ფენომენი ჩამოყალიბდა. ხო, და შესაბამისად, აი ყოველგვარი ამდაგვარი თუ რამ შეიძლება ტოტალიტარიზმთან, როდესაც ერთი პარტია, ერთი ჯგუფი აკონტროლებს ადამიანებს გონების მეშვეობითაც, რომელიც ყველაზე გენიალურად აღწერა ჯორჯ ორუელმა თავის 1984-ში. სადაც თავისუფლება მონობა იყო, სადაც ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ერთ ნიშანდობლის გამომატებ, რა გააკეთა იგივე სტალინის რეჟიმმა იმისთვის, რომ ჰომოსოიეტიკუსის ჩამოყალიბება სრულყოფილად მომხდარიყო. ორი რამ გააკეთა, ბევრ რამ გააკეთა, მაგრამ ორს შევეხები. ერთი არის, რომ მოითხოვა, პირდაპირ მოითხოვა ისტორიოგრაფიის გადაწერა, ისტორიის გადაწერა და ისტორიოგრაფებს მოთხოვა ამ ყველაფრის ისე დამუშავება, რომ მისადაგებოდა ჰომოსოიეტიკუსის გონებას და ეკვება ის სიყალბით, რა თქმა უნდა, და არა სიმართლით. ისტორია გაგვიყალბა და ძალიან დააზიანა ამით გონებები და შემდეგ გონებები, რა თქმა უნდა, შობენ მემკვიდრეებს და იქაც უკვე დაზიანებული მეხსიერება ძალიან სახიფათოა და საშიშია და მოდი თქვათ, ჩვენ დღევანდელი საუბარიც ემსახურება ამ გაყალბებული ისტორიის რაღაც სახით შეკეთებას და მიტანას ჩვენს მეგობრებთან და მეორე. როცა ეკლესია, ვთქვათ, მიიერთა პირდაპირ სისტემა ამავდროულად იზრუნა იმაზე, რომ ეკლესიას დაეკარგა ავტორიტეტი და ეს ძალიან მალე და იოლად გამოვიდა, იმიტომ რომ რაღაც იქაც იყო რაღაც ესეთი კარგი მსუყე მიზეზები, არ დასჭიროებია დიდი ზევნა და დიდი ხელოვნური დევალვაცია, იყო საკმარისი საყრდენები, რის მიხედვითაც ადამიანებში გაქრა ღმერთის ხატება როგორც საყრდენისა, ეს მოდი რაზეც ჩვენ საუბრობთ უძველესი ქართული ისტორიიდან, რომ თავარ საყრდენად ქრისტიანობა იქნა არჩეული, ეს კარგად უწყოდა რუსეთმა. ის ხედავდა აქ საშიშროებას, რომ ეს არ შეიძლება ქართულს დაუტოვოს საყრდენად და იდეად ქრისტიანობა, რადგან მასზე დაყრდნობით ქართველი სუსტი ვერ იქნება. ამიტომ გააქრო ღმერთის ცნება, ღმერთის მიმართ რწმენა, კლასიკური ხალასი გაგებით, მაგრამ რაღაც საჭირო იყო ჩასანაცვლებლად, ამიტომ კერპების რა თქმა უნდა და ეს მოგეხსენება ჩამოაყალიბა და ეს კერპები სხვა შორის იმდენად დიდ გავლენას ახდენდა ამ ჰომოსოიეტიკუსის ფორმირებაზე, ну თავადაც რამდენი ნაშრომი თითქოს გაკვირვებული დარჩნენ რა იოლია ადამიანს მისნაირივე განუმწესო ღმერთად და მართო მისი მეშვეობით